2021 წლის მონაცემებით გლობალური კოსმოსური ინდუსტრია შედგებოდა 10,000-ზე მეტი კერძო კოსმოსური კომპანიისგან, 5,000 მსხვილი ინვესტორისგან, 130 სახელმწიფო ორგანიზაციისგან. კერძო სექტორიდან ძირითადი მოთამაშეები SpaceX, Blue Origin და Virgin Galactic არიან, რომლებაც წარმატება კოსმოსურ ტურიზმსა და კომუნიკაციების სფეროებში მიაღწიეს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეამცირა კოსმოსური პროექტების განხორციელების ხარჯები, რაც ხელს აძლევს სხვა ქვეყნებს შევიდნენ ბაზარზე. ახლა 4 კონტინენტის 20 ქვეყანას აქვს კოსმოსური ბიუჯეტი, ხოლო ჯამში 70 ერი ახორციელებს კოსმოსურ პროგრამას. ბოლო პერიოდში მრავალი სახელმწიფო შეუერთდა კოსმოსურ რბოლას. მაგალითად ფილიპინები 2019 წელს კი რუანდა და კოსტა-რიკა 2021 წელს. ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ისრაელი და ევროკავშირის წევრები სულ უფრო ზრდიან კოსმოსურ მისიებში ჩადებულ ინვესტიციებს. ხოლო პაკისტანი, ლაოსი, ბელორუსი და ვენესუელა ჩინეთთან თანამშრომლობით ახორციელებენ კოსმოსურ პროგრამებს. ასევე 2023 წლის ნოემბერში SpaceX-ის დახმარებით კოსმოსში პირველი სომხური წარმოების თანამგზავრიც გაემგზავრა. აფრიკის ქვეყნებაც კი განახორციელეს ინვესტიცია კოსმოსურ ინდუსტრიაში. ახლახანს გაუშვეს პირველი თანამგზავრი, რომელიც სრულად შექმნილია აფრიკაში. აღსანიშნავია არაბთა გაერთიანებული საამიროების მცდელობა, რომელთა სამეცნიერო მისიას მარსზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კოსმოსურ ინვესტიციებში ჩართული ახალი სახელმწიფოების გარდა, კერძო კოსმოსური კომპანიების დიდი რაოდენობა და მათი შესაძლებლობები გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიხსნა კოსმოსური ბიზნესი სხვა მოთამაშეებისთვისაც. თანამგზავრების როლი იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. დღესდღეობით 160-ზე მეტი თანამგზავრი აკონტროლებს დედამიწას, რათა შეაფასოს გლობალური დათბობის ეფექტი. თანამგზავრები გვაწვდიან ინფორმაციას, რომელიც ეხმარება სამთავრობო უწყებებს გადაუდებელი ზომების მიღებაში, ტყის ხანძრების, სანაპიროების ეროზიისა და სხვა სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით. სატელიტური მონაცემები სულ უფრო ხშირად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის გაუმჯობესებისთვის, პოტენციური საფრთხეების მონიტორინგისთვის, როგორიცაა გვალვა ან წერების შემოსევა. სახელმწიფოები ხშირად იყენებენ სატელიტურ გამოსახულებებს დაზვერვისთვის საომარი სიტუაციებისას, კერძოდ ინფორმაციის მისაღებად სხვა სახელმწიფოების ჯარების გადაადგილების ან იარაღის სისტემების დამონტაჟების შესახებ. არ დაიძარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.